25 და 53 ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებულების უმეტესობას სოციალური დახმარება მოიხსნათ. ამასთან დაკავშირებით მოსახლებამ უფლებადამცველთა ამას ბაკურიძეს მიმართა მოსახლეობის თქმით, მათ დახმარებას იმ ფიცრულების გამოუწყვეტენ, რომელიც მათ ბატალიონის ტერიტორიაზე აქვთ. ასევე ირწმუნებიან, რომ გამგებლები, რწმუნებულები და სხვა ოფიციალური პირები ქოხის დანგრავის სანაცვლოდ დახმარების შენარჩუნებას პირდებიან. ერთ-ერთ მათგანს სოციალური შემწეობა ერთი თვის წინ შეუწყდა, როგორც აღმოჩნდა, იგი ხელფასს იღებდა, თუმცა ირწმუნება, რომ იგივე შემოსავალი მას 1 წლის განმავლობაშიც ჰქონდა. და არავით არის ბევრს მოუხსნეს, უმრავლესობას მოუხსნეს და არიან ამ საქმეში მინიგამგებლებიც, გამგებლებიც, მუნიციპალიტეტებიც არიან ჩარეულები, რომ მთავრობას ვითომ ეხმარებიან იმ ქოხის გატანაში, მაგრამ ამ პიროვნებებს არ გააქვთ ქოხები, იყო განცხადებების შემოსულები, რომ თუ ქოხს არ გაიტანთ, მოგიხსნით დახმარებას. 900 ღებულობდით 220 ლარს. ახლა აგე 2 თვის წინ დამიბარა აგე სააგენტოს იმას ხელმძღვანელობა და მითხრა შენო სახელმწიფოდანო საბუთოდანო შენზეო თანხა გადმოიწყო და ოჯახი უნდა შემოწმესო. მე ვუთხარ ერთჯერადაც მაგ დახმარება ჩემთვის არ გადმოურიცხიათ და ისე ხელფასის სახით 132 წელს მაძლევს მე. რომში მომწმეს და წავიდნენ ახლა მეუბნებაო 82,000 ქულაო. არიან ოჯახები, რომლებიც ნამდვილად სოციალურად დაუცველებია და მათ ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება და დახმარება, მაგრამ აღმოჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ ხელისუფლება დახმარების ნაცვლად ბევრს ემუქრება და ბევრს უკვე მოუხსნეს ეს სტატუსი და აქედან გამომდინარე მოსახლეობაც აპროტესტებს ამ ფაქტს და მეც მოვითხოვ, რომ ყველას, ვისაც მოეხსნა ზემომთიანი აჭარაში განსაკუთრებით ცხოვრება ადამიანების სოციალურად დაუცველი სტატუსი დაუყოვნებლივ აღდგეს, ვინაიდან შესაძლებელია ეს შეფასდეს უკანონო მოქმედებად.